რაღაც მომენტში ვიყავი, შეიძლება ითქვას, ზრუნველი მამა არ ვიყავი და გამომდინარეობდა ეს ობიექტური მოსაზრეების გამო, იმიტომ რომ უფროსი ქალიშვილი ნანო დაიბადა 2 დღის შემდეგ, როდესაც სოხუმი დაეცა 1993 წლის 29 სექტემბერს და მე სამხედრო ფორმა მეცვა და ვიყავი ქუთაისის შტაბში, უკვე როგორც პრეს-ცენტრის წარმომადგენელი. მანამდე ვიყავი დიდი ხანი ოჩამჩირის პრეს-ცენტრის ჯგუფის ხელმძღვანელად და მოკლეშვებულება ავიღე, ვისარგებლე იმით, რომ იქნებოდა მართლა მესამე სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის შუამავლობით რეალური, თუმცა ილუზია არავის არ ჰქონდა და დავესწარი შვილის მშობიარობას. დავესწარი როგორ ეს ის პერიოდი, როცა შიგნით არავინ არ შეგიშვებს და სიბნელე იყო უკვე სადღაც თუ არ მეშლება კოპიტნარის აეროპორტთან უკვე მომდგარები იყვნენ ზვიად გამსახურდიას ერთგული გვარდიის წარმომადგენელი. სამწუხაროდ ეს ჩვენი ახლა ისტორიულ მუზეუმში მყოფი ისტორიის ნაწილია, რომ სოხუმისათვის დაცვის ომის პარალელურად სამოქალაქო ომის მეორე ფაზა დაიწყო. ამიტომ თითქმის არ მეცალა რა, ახლა მაგალითად ჩემი შვილი დავითი, თუნდაც ჩემი უფროსი ქალიშვილის უკვე რო ვახსენე, ნანოს მეუღლე ჰიმანშუ, კაი მამები არიან ჩემგან გასხვით. რას ნიშნავს, იცი? მე ვფიქრობ, რომ მამა უფრო აქტიურად უნდა იყოს ბავშვის აღზრდაში პირველივე დღეებიდანვე. იქნება ეს პამპერსის გამოცვლა, იქნება ეს ბავშვისთვის ღამის გათენება, თუ ხელოვნური კვების პროცედურაზეა გადასული, მაგალითად აი იმ ფორმულის გაკეთება, როგორც ჭირდება ბავშვს, არა? აი ამ ყველაფერმა ჩემი შვილების დათოს და ნანოს შემთხვევაში ჩემგან მაქსიმალურად დამოუკიდებლად გაიარა. ამიტომ ამ თვალსაზრისით მე არ ვიყავი შეიძლება ითქვას კარგი მამა, მაგრამ ისე მაინც გონია რომ ცუდი მამა არ ვიყავი და არა ვარ. ჩემი შვილები უფრო კარგად იტყოდნენ ამას, მაგრამ მე მეც ჩემ თავზე ვერ ვიტყვი.